მინდა გამოვეხმაურო გორში მომხდარ ფაქტს, რომელზეც მე ერთხელ დავწერე უკვე, რომ ეს არის საშინელება, დანაშაული, კატასტროფა და სისტემური დანაშაული. დიახ, სისტემური დანაშაული, როდესაც 10 კაცი და კიდევ მეტი ერთ კაცს ურტყავს. ეს არის სისტემური დანაშაული, ვინაიდან ამდენი ხალხიდან ერთს არ გააჩნდა სურვილი, აზრი იმისი, რომ შეწინააღმდეგებოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პირველად კი არ მოხდა. ეს მათთვის, ამ საზოგადოებისთვის, ამ ხალხისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა და ამბავი არის. და დამნაშავენი ამ ყველაფერში არა მარტო ის პოლიციელები არიან, არის მთელი საზოგადოება. ვინც ამ სისტემას, ამ დანაშაულებრივ სისტემას, კოჰაბიტირებულ სისტემას მხარი მიეცით, ტაში დაუკარით და დღემდე აღმერთებთ. ყველანი ხართ დამნაშავენი აი მაგ ადამიანის ცემაში. მაგ ადამიანის ცემაში მთელი საზოგადოება ურტყავდა იმ ბიჭს, რომელიც დაბლა ეგდო და არავის გაუჩნდა სურვილი, რომ იქიდან ხელი დაეფარებინა, გადაერჩინა. ჯერ საერთოდ რა დააშავა, საერთოდ არაფერი არ დაუშავებია ადამიანს, მანქანა მიუჩერეს და რაღაცა როგორც ამბობენ, შელაპარაკება მოხდა, საერთოდ იქ არაფერი არც მისი მხრიდან არ ყოფილა, არც შეურაცხყოფა, არც არაფერი თავიდან, მერე თავისთავად თავს იცავდა ეს ადამიანი და ქვა ჩაარტყაო თუ შეეწინააღმდეგაო და ვიღაცებს ყოფნით იმისი გამბედაობა, თავხედობა, ეს ყველაფერი გამართლოთ და პოლიციელსაც შეეწინააღმდეგა კი არა, პირდაპირ გეუბნებით, რა ვიცი ახლა 3 და 4 კაცი რომ თავს დამესხას მეც ხელს შეუბრუნებ და აგერ შევეწინააღმდეგები კიდეს და პასუხს გავცემ, არავის არ გაუშვებ ისე. ეს როგორი რაღაცა არის, იცი? ადამიანს ცემენ, კლავენ, ასე რომ თქვა და რატო შეეწინააღმდეგაო? აი არ აქვს ხვენიათ, ვინც ამას ამბობთ. სულ დაკარგეთ სინდისი და ნამუსი და ვიღაცები გამოდიან კიდე და აი ნაცები უფრო მაგრას ცემდნენ და რაღაცა ესეთ ბოდვებს აწარმოებენ. ერთი და იგივეები ხართ, დღეს არის ნაცქოციონალური მოძრაობა, ოცნება, ქართული არ არაბული ოცნება, რომელიც სისტემურ დანაშაულს ახორციელებს და სისტემურად დევნის ქართველ ხალხს ყველგან, ყველაფერში, ყველანაირად ქართველი ერის ანექსიას აწარმოებს. ქართველი ერის. აი ეს არის სიმართლე, ჩემო კარგებო, სამწუხარო სიმართლე და სამწუხარო რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგევართ და ვიღაცებს ყოფნით იმის გამბედაობა, რომ ამართლებთ იქ თუ კი იმ ქალბატონმა, რომელიც თავისთავად არ ვამართლებ, მაგრამ რა ვიცი, პოლიციელს ხელი დაარტყა და ის დანაშაული იყო და ციხეში უნდა იჯდეს, ანუ ეს კიდე პოლიციელების მხრიდან მხოლოდ გადაცდომა არის, პატარა გადაცდომა არის, თქვენ უსირცხვილოებო, თქვენ უსინდისოებო, ვინც ამას პატარა გადაცდომას ეძახი. პატარა გადაცდომა კი არ არის, ეს არის საშინელი დანაშაული. ეს არის საშინელი დანაშაული, რომელიც მარტო მაგ პოლიციელებს არ ჩაუდენიათ. თელმა საზოგადოებამ ჩაიდინეთ, ვინც მხარი მიეცით. ამიტომ გამოდით და დაგმეთ ეს ყველაფერი. დაგმეთ და მოუწოდეთ პირველ რიგში რომ დაისაჯონ ეს დამნაშავეები, ვინც არიან და მერე აღიარეთ თქვენი არასწორი მოქმედება, რომ მხარი მიეცით დანაშაულებრივ სისტემას, რომელიც დევნის ქართველ ერს გენოციდს უწყობს. სისტემურ დანაშაულთან აგვაქვს საქმე. დიახ, როდესაც ეს ხდება. სისტემურია და არა გადაცდომა. გადაცდომა სხვა რაღაცაა. ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ხდება ამ სისტემაში და მარტო ეს დანაშაული არ არის. კიდე ძალიან ბევრი დანაშაულებია და ძალიან ბევრი დანაშაულებებია. ათობით ახალგაზრდები გვეღუპებიან და გვეხოცებიან. ხმა ამოიღეთ ქართველებო. ხმა ამოიღეთ და მოსთხოვეთ პასუხი ამ მანქურთულ რეჟიმს, ქართულ ნაციონალურ ოცნებას. მოსთხოვეთ პასუხი. იგივეები ხდება, რაც მაშინ ხდებოდა. ზუსტად ერთ-ერთი მოხდა ეგ, რაც მოხდა და სირცხვილია, მემრცხვენია თქვენ მაგივრად, ვინც ამართლებთ და იძახით, რომ არა ნაცები უფრო ცუდები იყვნენ. ერთი და იგივეები ხართ, ერთი და იგივე დანაშაულებები არის, რაც ხდებოდა დღესაც. დღეს სხვა ფორმით, მაშინ სხვა ფორმით, თუმცა აგერ ფორმებიც უკვე თითქმის იდენტური არის.
ახალგაზრდები გვეღუპებიან, გვეხოცებიან, წამალი, ნარკოტიკით გვეღუპებიან. დედებო, მამებო, ხმა ამოიღეთ, რატო ხარ ჩუმად? აი ესე გამოდი, ჩაწერე ვიდეო, მოსთხოვე, მოითხოვე, რომ მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ეს წურბელები და სისხლის წოველები, რომელსაც ხელისუფლება ქვია. ხმა ამოიღეთ და ნაცარს ნუიყრით თვალებში. დიახ, სისტემური დანაშაულია, კიდე ერთხელ გეუბნებით, რაც ხდება ამ ნარკოტიკების კუთხით, რაც ხდება კაზინოებით, როცა ქართველ ერს სისხლსა და სულსაც წოვენ, სული ამ ტყვის მნიშვნელობით. ქართველ ერს შეუქმნით ის პირობა, რომ გააქციეთ ქვეყნიდან ემიგრაციაში და დღეს გეხართ სანთლებით, მეტრიანი სანთლებით ტაძარში და დიდ ქრისტიანებად მოგაქვთ თავი სამწუხაროდ, არადა მაშინ, როდესაც პატრიარქმა გითხრათ აც განსვენებულმა პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ მიწა არ გაყიდეთო, მთელი 2500-ზე მეტი გექტარი მიწა გაქვთ გაყიდული. ეგ რაც ვიცით და რაც არ ვიცით კიდე 10 იმდენი არის. აგერ ახლად არჩეულმა პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამე ბრძანა აბორტიო აუგრძალოთო, გამოხვედით და პანიკა დაგეწყოთ. პანიკა დაგეწყოთ, რომ თურმე კანონმდებლობით ამას ვერ აკრძალოთ, იმიტომ რომ ფარისევლები ხართ თქვენც და ფარისევლები ხართ ყველა, ვინც თქვენ დღეს გამართლებთ და ვინც თქვენ დღეს აი ამ ყველაფერს კიდე რაღაცით ამართლებს და ფიქრობენ და ამბობენ, რომ რაღაცით კიდე ჩამოგბანონ ეს საშინელება. კიდე ერთხელ გეუბნებით, დიდ ცოდვაში გიდგიათ ფეხი, დიდ ცოდვაში და ყველა ვინც მაგათ ამართლებთ, მაგათი თანამონაწილენი ხართ. მიაქვს ემიგრანტებს, ემიგრანტები გადიან და ჩვენი ის მომავალი თაობა, რომელმაც დოვლათი უნდა შექმნას, რომელმაც მომავალი უნდა შექმნას, ქვეყანა უნდა შექმნას, ქვეყნიდან გადიან და მიგრანტები შემოდიან კიდევ და სახლდებიან, ყიდულობენ აქ ქართულ ნასოფლარებზე და ნასახლარებზე. გაიღვიძეთ და ყველაზე მეტად აი თქვენ გარშემო რო არიან, მაგათ შემოუძახეთ, რომ ვინც ესეთ რაღაცებს იძახი და ამბობთ, მე მცხვენია თქვენ მაგირე, რომ არა გადაცდომა კი არ იყო, შენი შვილი უნდა იყოს მაგის ადგილას 10 კაცი რო ურტყავს და მერე გაიგებ როგორი გადაცდომა იყო. აი ეს არის ჩვენი უბედურება, ჩემო კარგებო, აი ამან მოიტანა ის მდგომარეობა, რამ მდგომარეობაშიც ავართ, ვითომ ქრისტიანობამ, ვაი ქრისტიანობამ, ფარისევლობამ, სიმართლეზე გაჩუმებამ, ცოდვაზე გაჩუმებამ, თავით ჭაყრამ და სანთლებით ტაძრებში სირბილმა ვითომ ქრისტიანები ხართ და სინამდვილეში კიდე ცოდვას აპრავებთ და ამართლებთ თქვენი უმოქმედობით, თქვენი უღმერთობით. აი ეს არის სიმართლე. აი ეს არის მწარე სიმართლე, რომლის გამოც ჩვენ ტერიტორიების 53% გვაქვს დაკარგული, 53% გვაქვს დაკარგული და რაცა გვაქვს იმასაც დავკარგავთ. არც გემუქრებით, არც გაშინებთ და არც არაფერი. ეს იქნება, ესე იქნება. და აი რამ მოგვიყვანა აქამდე, იცი, ფარისევლობამ და ამ პარტავნებამ, რომ ვითომ ღვთისმშობლის სიუხვედრები ვართ, აი ვითომ ღვთისმშობელი დაგვიფაროს და გადავრჩებით და ბრწყინდები და საქართველოს და ქართველობამ უნდა იქადაგოს თურმე სარწმუნოება. სარწმუნოება კი რა ქრისტიანობის ნატამალი აღარ გვცხია, არც ერთს. ქრისტიანობის, რაც სადაური ქრისტიანი ხარ, როცა შენ გაზულუქებული დადიხარ და შენ გარშემო ხალხის შიმშილით იხოცება. ბავშვებს წამალი არ აქვს. სადაური ქრისტიანი ხარ, როდესაც პატრიარქი მოგიწოდებს, რომ აბორტი აგრძალოთო და შენ კიდე არა, იცი რა, შენ კი ილაპარაკე, მაგრამ ეს ცოდვა დაკანონებული უნდა იყოს. კაზინოები დაკანონებული იყოს. სადაური ქრისტიანი ხარ, როცა შენ ფუფუნებაში ცხოვრობ და შენ გარშემო კიდე ერი იხჩობა ჭაობში და საშინელებები ხდება შენს გარშემო. სადაური ქრისტიანი ხარ, ადამიანები მირეკავენ, წერენ, პირად კონტაქტზე გამოდიან, შვილები ეხოცებათ. შვილები, მომავალი თაობა გეღუპებათ და გამოდიხარ და ბედავთ, რომ აქ რაღაცა მიდან აბიონებიდან იქადაგო, თქვენ უსირცხვილოებო თქვენო და ვინც თქვენ ტაშს გიკრავთ კიდე და მაგის უფლებას გაძლევთ კიდე, რომ ეს გააკეთოთ და გაატაროთ და გაუტაროთ. მაგრამ რა ვიცი, აგერ ვინც ვართ, 1-2 ადამიანია თუ ათობით მაინც არიან ისინი, ვინც რაღაცას ამბობენ, სანამდისაც ჩვენი ხმა იქნება და შეგვეძლება ვილაპარაკეთ, რა ვიცი, ვიღაცები გიჟებად გნათლავენ, ვიღაცები შეიძლება გონიათ, რომ ხელფასებს გვინიშნავენ თუ რაღაცა, მაგრამ ჩვენი მოქმედების ერთადერთი მოტივატორი ეს არის სამშობლოსა და ღმერთის სიმართლის სიყვარული. აი ეს არის ჩვენი ღმერთი და თქვენ რა ღმერთი გყავთ? რავი, ეგ თქვენ იქ რო წარს დგებით, მე აგეთ პასუხი, ვინც ახართ, რავი. და ღმერთის წინაშე აგეთ პასუხი იმ ყველაფერზე, თქვენებურ ღმერთს რო იმაშვებით რა, მეტრიანი სანთლებით რო წამოდგებით იქ სადაც საჭიროა და
კიდე მეორე ხელით კიდე ცოდვას და საშინელებას დროს ჩადიხარ. სისტემური დანაშაული არ არის გადაცდომა კი არა, სისტემური დანაშაული არის, სისტემური გენოციდი მიდის ქართველი ერისა. გაიღვიძე და ხმა მოიღეთ ქართველებო, თორე ცოტა ხანში მაგ გაღვიძებოსაც აზრი აღარ იქნება, საბანს მიგაფარებენ და გადაგატრიალებენ და კიდე რას გაგიკეთება, ღმერთმა იცის. სამწუხაროდ დღეს არიან ისეთები, რომ აი პირდაპირ ვიტყვი რა, ხელისუფლების წარმომადგენელი ხელისუფლების მხრიდან რო დაინახოს, რომ მისი ოჯახის წევრს აუპატიურებდეს, რო დაინახოს ეგეთი რაღაცა, ალბათ იმასაც გაამართლებს და იტყვის, რომ ესო სამშობლოს სჭირდებაო, საბანს მიაფარებს, რომ არ გაცივდე ბატონო პრემიეროო და წარმატებებს უსურვებ. სამწუხაროდ ბევრი ესეთი არის, რავი, რა გითხრა. მე ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ბევრი ესეთი არის. ამიტომ რაც არის სისტემური, რაც არის დანაშაული, იმაზე უნდა თქვა, რომ თეთრზე თეთრია და შავზე შავია. და ხმა ამოიღეთ სანამ დრო არის. თორე ხვალე გვიან იქნება და ბრწყინდებით კი არა და გადავრჩებით კი არა, ჭაობში ვართ და ვიძირებით კიდე. ძალიან ბევრს კიდე იმისი კადნიერება და თავხედობა ყოფნის, ძალიან ბევრს, რომ აქეთ ღმერთსა საყვედურობენ, გაიგე, ღმერთო რატო დაგტოვე, რატო ჩაგვაგდე ამ დღეში. განა იმას ამბობენ, რომ მე გავიყიდე 200 ლარად, განა იმას ამბობენ, რომ კანონებზე, უკანონობაზე ხმა არ ამოვიღე, აბორტებზე ხმას არ ვიღებ. ვიდეოს ჩაწერა არ გინდა, ზოგიერთებს რომ თქვათ, რომ ცოდვაო, გეშინიათ, ლაიქის დასმა არ გინდა იმაზე, კომენტარს ვერ აკეთებ, იმიტომ რომ შეშინ სულით მხდალი ხარ და ლაჩარი ხარ. იმიტომ რომ შენში ქრისტე არ არის. თუ გინდა 3 მეტრიანი ჯვარი დაიკიდე, აზრი არ აქვს. ვინც არ გინდა იყავი. რა ქრისტიანობას და ქართველობაზე მელაპარაკები. რა გინდათ რო ქნათ და რა გინდა რო გააკეთოთ და კიდე ღმერთს საყვედურობენ, რატო დაგტოვეო? ანუ თურმე ღმერთს დაუტოვივარ. ვაი ჩვენს პატრონს და ღვთისმშობელს, ღვთისმშობელი გაგწირავს. ანუ ღვთისმშობელი გწირავს? ღვთისმშობელი კი არ გწირავს. თქვენ თვითონ ხართ განწირულები, თქვენი თავი თქვენ გაწირეთ. მამა გაბრიელის ხილვა გაიხსენეთ, რომ კილომეტრიან რიგებში რო ჩადგებით ხოლმე მისასვლელად. რას ბძანებს მამა გაბრიელი? მამა გაბრიელს ხილვა ქონდაო, რომ ღვთისმშობელო გადაარჩინეო ჩემი საქართველო. და ვისე მეხვეწებიო ამათზეო და დამანახაო სისხლის გუბეებიო, ბავშვები რო ეყარნენო შიგო. ამათზე მეხვეწებიო საკუთარი შვილის მკვლელ ხალხზეო და ამ ხალხს ხმა არ უნდა ამოიღოს, პატრიარქს გვერდზე დაუდგეს თუნდაც აგერ იმაზე რაც თქვა და ღვთისმშობელს არათუ ევედრება, კადნიერება ყოფნის, რომ აქეთ საყვედურიც კი უთხრეს, რომ ჩვენ ხო ღვთისმშობლის წილხვედრები ვარ და მაინც უნდა გავწყინდეთ და ღვთისმშობელო რატო აგვიანებ ჩვენ გაბრწყინებას და ჩვენ ფარველობას? ესე არ მუშაობს მადლი, ესე არ მუშაობს ფარველობა. ღმერთი მოწყალია, მაგრამ სამართლიანიც და აი მაგ სამართლიანობით უფალმა სოდომი და გომორი მოსრა. მაგ სამართლიანობით ნოეს დროს ერთი ოჯახი გადარჩა მარტო, ნოეს ოჯახი. აი ეს გვახსოვდეს კარგად ჩემო კარგებო. და ასევე მაგ სამართლიანობით და უფლის გულმოწყალებით ნინევია გადარჩა. როდესაც შეისმინეს იონა წინასწარმეტყველის გადაგება და მოწოდება და ღმერთმა ინებოს, რომ შეგესმინოთ და შეესმინოს ყველა ქართველს ის რაზეც ლაპარაკობთ და რაც სიმართლე არის. და სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ჭაობში ვართ, ვიძირებით და ცოტა ხანში ჩრდილოეთ კორეა მოგონება იქნება, აგერ ხვალიდან ამ ცენზურასაც აკრძალავენ, დაგბლოკავენ, გვერდებს გაგვიქრობენ, რომ ჩვენც არ ვილაპარაკოთ, ვინც რაღაცას ვამბობთ. ერთმა დაგლოცოთ, მშვიდობა მოგცეთ, რავი,ერსაცსა და ბერსაც და სანამ შეგვიძლია ვიბრძოლოთ და თუ არა და მერე გვიან იქნება. ღმერთმა შეგვაძლებინოს და შეგაძლებინოთ, ჩემო კარგებო, ამ ყველაფრის გაგება, გულთან მიტანა, გათავისება და მოქმედება რა. და სირცხვილია, მემრცხვენია, ვინც ამბობთ 10 კაცი ერთ კაცს ურტყავს და რაღაცეებით რო ამართლებთ რა. ვაი თქვენს პატრონს და ვაი ჩვენ პატრონს თქვენ ხელში კიდე რა. რომ იმის ის მაინც არა გაქვთ, რომ დაგმოთ ეს საშინელება, გული სამრევის საშინელება, რომ 10 კაცი ერთ კაცს ურტყავს და არაუშავს თურმე გადაცდომა ყოფილა. შეუარცხინე თქვენი ქართველობა, ვინც მაგას იძახით, რომ თურმე პატარა გადაცდომა იყო ეს რა. მერთმა ჭკუაზე მოგიყვანოთ და ყველა ერთად გონს მოგიყვანოს, რომ სიმართლის გზაზე დავდგეთ. თუ სიმართლეს არ შევიყვარებთ, თუ არ ვიტყვით თეთრზე რომ თეთრია და შავზე რომ შავია და თუ არ გამოვასწორებთ, თუ არ ვეცდებით, ჩვენ ქართველ ერს გაქრობა ემუქრება და გარდაუვალი გაქრობა ემუქრება. აი ეს თქვა პატრიარქმა და სამწუხარო რეალობა იმედია რომ მივიტანთ გულთან და გამოსწორდებით და გამოცოცხლდებით და გამოვცვლით და შევცვლით ჩვენ ცხოვრებას. თუ არა და კაი არაფერი იქნება. ერთმა დაგლოცოთ და გაგურთხოთ.